მოგესალმებით, მე გახლავართ თემურ ბუაძე, ვაგრძელებ ლექციათა კურსს ქრისტიანული სორხედელობის ძირითადი ელემენტები, დღევანდელი ლექციის თემაა სიენტისტური იდეოლოგია. ჩემი ლექციების განმავლობაში ხშირად ვიმეორებდი, რომ იდეოლოგიის არსი ეს არის ადამიანური ცდელობა დაამყაროს დედამიწაზე სამოთხე. და ორ კონტექსტში ყალიბდება იდეოლოგია, ერთი რელიგიურ კონტექსტში და მეორე სეკულარულში. თქვით, რომ რელიგია ნამდვილი ავთენტური რელიგია მოწოდებულია, რომ ადამიანი განიხვდოს, აი მართლმადიდებლობაზე ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი გასახმტობად და აი რელიგია არის იმისთვის, რასაც კავშირი დააყარო პიროვნულ ღმერთთან და აი ეს პერსპექტივა აღდგეს, რომ ადამიანი განიხვდოს მადლის მიერად. და თქვით, რომ ეს შესაძლებელი გახდა იესო ქრისტეს ჯვარცით ღვთაებით აღდგომით. როდესაც ადამიანები ამახინჯებენ აი რელიგიურ გრძნობას, მაშინ ცხოვრობენ არა ზეცისთვის, არამედ მიწაზე მოაწყონ სამოთხე. და მახინჯდება ამ დროს რელიგიურობა. რელიგიის სახელით აპირებენ აი ამის გაკეთებას დედამიწაზე, მაგრამ ავტორიტეტი მაინც რელიგიაა. უბრალოდ იყენებენ რელიგიურ ტერმინოლოგიას, რელიგიურ კონცეფციას, რათა გაამართლონ არასწორი სულიერი პოზიცია. და ამის მაგალითები ჩვენ ნახეთ ისლამში და იუდაიზმში. ასე ვისაუბრეთ. და შევეხეთ ასევე ამ თვალსაზრისით აი ტენდენციებს და კათოლიციზმში და პროტესტანტიზმში. მაგრამ თქვით, რომ ყველაზე საუკეთესო პირობები იდეოლოგიების ეს არის სეკულარული კონტექსტი, სეkulარული კონტექსტი, როდესაც ადამიანს არ წამს ღმერთის არსებობა. მართალია ღმერთის არსებობა აღარ წამს, მაგრამ ავტორიტეტი ჭირდება. თუ რელიგიურ კონტექსტში ეს ავტორიტეტი მაინც ორი ღმერთია, სეკულარულ კონტექსტში უნდა იპოვოს ადამიანმა რაღაც ავტორიტეტი და დააფუძნოს მისი უტოპიური პროექტები. და ასეთი რა თქმა უნდა არის მეცნიერება, იმიტომ რომ უღმერთოდ დარჩენილი ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ავტორიტეტი ეს არის გონება და გონების ყველაზე ავტორიტეტული გამოვლინება ეს არის მეცნიერება. აი ეს სიტყვა სიენტიზმი საკიდან მოდის? სიენტიზმი, სიენსიო არის ცოდნა მეცნიერება ლათინურ ენაზე და სიენტიზმი არის საკიდან. ხა სიენტიზმი რა არის? თვითონ ახსენებს მეცნიერების სახელს, მეცნიერების ავტორიტეტს ეფუძნება, მაგრამ თვითონ ფუნდამენტალურად არამეცნიერული პოზიციაა. რატომ? იმიტომ რომ არასწორად იყენებს მეცნიერების ავტორიტეტს. მეცნიერებას რატომ გააჩნია ავტორიტეტი? იმიტომ გააჩნია მეცნიერებას აქვს მეთოდი, კაცრი, რომელთაც აღმოაჩენს მეცნიერულ ფაქტებს და ადგენს და შეიმუშავებს მეცნიერულ თეორიებს, მაგრამ ეს ავტორიტეტი იმის გამო აქვს, რომ მეცნიერმა ზუსტად იცის რა არის მისი კომპეტენციის საზღვრები. მეცნიერმა იცის, რომ ის ავტორიტეტულია იქ, სადაც ხელი მიუწვდება, სადაც ხდება მეცნიერული ექსპერიმენტების ჩატარება. იმის გარეთ ის უკვე ავტორიტეტული აღარა. აი სიენტიზმი სპეკულირებს რა, აი ამ მეცნიერების ავტორიტეტზე ამბობს, რომ ყველა საკითხზე პასუხი უნდა მიიღო მეცნიერებისაგან. თუ მეცნიერება არ გაძლევს რაღაც საკითხზე პასუხს, ის არ არის სწორი. ეს უკვე არ არის მეცნიერული პოზიცია. ეს არის არასწორი ფილოსოფიური იდეოლოგიური პოზიცია. რატო? იმიტომ რომ მეცნიერების ცალკეული დარგი, იქნება ეს ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია თუ სხვა, ცოდნას გაძლევს ის, რაც სამყაროში ხდება, აი მატერიალურ სამყაროში. მაგრამ მეცნიერებას პრინციპულად არ შეუძლია დაამტკიცოს, რომ აი მატერიალური, ხილური სამყაროს იქეთ სხვა არაფერი არ არსებობს. ეს შენ ადრე აღვნიშნე. აი თუ შენ ამტკიცებ ამას და გჯერა, ეს უკვე რწმენის აქტია, იდეოლოგიური აქტია და არა მეცნიერული. სიენტიზმი, იდეოლოგია არ არის თვითონ მეცნიერული, თუმცა სახელი და პრეტენზიები აქვს მეცნიერებისა. თუ თქვენ კითხავთ მეცნიერს და ეტყვის, სული უკტავია არსებობს თუ რა ღმერთი, როგორც მეცნიერს არ შეუძლია ამას პასუხი გაცემა. შეიძლება პასუხი გაცეს როგორც ადამიანმა და არა როგორც მეცნიერმა. ეხლა რა სიმდგომარეობს, როგორც გითხარით, ახსენეთ სიენტისტური იდეოლოგია, ეს განსაკუთრებით წარმოიშვა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან და მე-20 საუკუნეში იყო გავრცელებული. რამოდენიმე ავტორი ყავს, თავარი ძალიან პოპულარული. თვითონ ორია ისტორიკოსები, სახელების რო არ გადავიტვირთოთ, ამას არა აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ არის ესეთი სიენტისტური იდეოლოგია დგას მეცნიერების და რელიგიის შეუთავსებლობის თეზისზე. მეცნიერება და რელიგია არის შეუთავსებელი. ამავე დროს ისინი ხაზს უსვამენ, რომ მეცნიერებას მოაქვს სასახად სიკეთე, რელიგია ბოროტება. აი ისინი ასე მსჯელობენ. არსებობს უეჭველი მეცნიერული ფაქტები, რომელზეც კამათი არავის არ შეუძლია. მეცნიერება ვითარდება აი ამ მეცნიერული უეჭველი ფაქტების დაგროვებით. მეცნიერების განვითარებას მოაქვს დადებითი შედეგები. მოაქვს კომფორტული ცხოვრება და ტექნოლოგიები ეფუძნება მეცნიერულ აღმოჩენებს
ტექნოლოგიები გვაძლევს რომ ჩვენი ცხოვრება არის დაცული, კომფორტული და უსასრულოდ აძლევს ადამიანის შესაძლებლობებს. ამის საპირისპიროდ რელიგია ზღუდავს ადამიანის გონების შესაძლებლობებს და ახასიათება ფანატიზმით, არატოლერანტულობით, მაგალითად რელიგია მოიტანა რელიგიური ომები, უზარმაზარი მსხვერპლით, რელიგიის სახელით იჩაგრებოდა ქალები, არის არატოლერანტული, დოგმატური აზროვნება და ასე შემდეგ. ამიტომ აი სიენტისტები ამბობენ, ეხლა დადგა ბედნიერი ეპოქა, რომ ადამიანებს წამთ მეცნიერების და აღარ აქვს რელიგიას ავტორიტეტი, ხომ წონა? ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საბოლოოდ ამოვძირკოთ და გამდევნოთ როგორც საჯარო სივრციდან, ასევე უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად, რომ ადამიანების ინდივიდუალური ცხოვრებიდან. მე როგორც გითხარით, თავარი სიენტისტები, ისტორიკოსები იყვნენ. ზოგი მეცნიერების ისტორიკოსი, ზოგი ისტორიკოსი და ჩამოაყალიბეს ეგრეთ წოდებულ როგორც გითხარით მეცნიერების და რელიგიის შეუთავსებლობის თეზისი და მათი მთავარი არგუმენტი როგორია, ის ბუნებრივი ისტორიული უნდა იყოს. ისინი ამბობენ, აი დავაკვირდით ჩვენს ისტორიას. განსაკუთრებით ისინი ემტერებიან ქრისტიანობას, ქრისტიანულ რელიგიას, იმიტომ რომ ეს ევროპაში წარმოიშვა. ამიტომ თქვენი ისტორია იდეოლოგია მოდის ძველის დასანგრევად და ახლის ასაშენებლად, ხომ? ძველი ეფუძნებოდა ძველი დასავლური ცივილიზაცია, ხო, კულტურა. იქნება ეს ევროპაში თუ ამერიკაში ეფუძნებოდა ქრისტიანულ წვენას, ხო? ამიტომ განსაკუთრებით ებრძვიან ქრისტიანებს და კათოლიკურ ეკლესიას. ნუ ხა მართლმადიდებლობაც არ უყვართ, მაგრამ დასავლური გავლენიანი კათოლიკური ეკლესია იყო და ამიტომ აკეთებენ ამაზე აქცენტს, თორე ხო თუ ჰორიზონტში მოხდებოდათ მართლმადიდებლობა, იგივე არგუმენტებს გამოვიყენებდნენ მისი ნამდვილად. ეხლა რას ამბობენ ისინი? მეცნიერება ვითარდებოდა ანტიკურ ეპოქაში, წარმოიშვა და ვითარდება ანტიკურ ეპოქაში. ყვავის, მაგრამ მე-5 საუკუნიდან მე-17-18 საუკუნემდე ძალიან ძლიერი იყო ეკლესიის გავლენა, კათოლიკური ეკლესიის გულისხმობენ უმეტესწილად, რომლის დროსაც საშინად იდევნებოდა მეცნიერება. აი Dark Age-ში ვლაპარაკობ, ბნელი საუკუნე აქედან მოდის, რომ ადამიანებმა დაკარგეს ეს მეცნიერული კულტურა, მაგრამ მერეო საბედნიეროდ, მე-17-18 საუკუნიდან განმანათლებლობის თუ სხვა კულტურული ფენომენების გამო დაკარგა ეკლესიამ თავისი გავლენა, ისევ დაიწყო აყვავება მეცნიერებას და ეხლა არავითარ შემთხვევაში ჩვენ საშუალება აღარ უნდა მივცეთ კლერიკალებს და სხვა ეკლესიას, რომ დაებრუნოთ ძველი დაკარგული გავლენა, იმიტომ ეს უბედურების მეც არაფერს მოგვიტანა. აი ეს არის თეზისი ძირითადად. და ჩემი ლექცია არის ჩვენება, როგორც ისტორიულად, ასე სხვა ფილოსოფიური არგუმენტებით, რომ ეს თეზისი არის აბსოლუტურად არასწორი. პირველი სამი ნაწილისგან შედგება. პირველი ის, რომ ანტიკურ სამყაროში ჩამოყალიბდა მეცნიერება და ყვაოდა, მერე შუა საუკუნეებში იდევნებოდა, მე-5 და მე-7 საუკუნემდე და მერე მე-17 საუკუნეში ისე აყვავდა მეცნიერება და ეს გამოწვეულია ქრისტიანობის და ეკლესიის შესუსტებით. ამაზე ვისაუბრებ. ჯერ დავიწყებ შუა საუკუნეებში, რომ ებრძოდა თუ არა ეკლესია შუა საუკუნეებში მეცნიერებას, მართალია თუ არა, მერე დაუბრუნდები იმას, რომ აი ანტიკურ სამყაროში იყო თუ არა მეცნიერება და აი მართლაც მტერია თუ არა რელიგია მეცნიერების. მე ბოლოს აი დასვას გავაკეთებ, რომ მეცნიერება წარმოიშვა ქრისტიანულ ევროპაში. თანამედროვე პარადიგმა მეცნიერებისა წარმოიშვა ქრისტიანულ ევროპაში და სხვაგან პრინციპში შეიძლება წარმოშობილიყო. მერე კი გადავიდა ევროპიდან თქვათ, აზიაში, იაპონია იქნება, ჩინეთი იქნება თუ სხვა, მაგრამ ის წარმოშობა არ შეეძლოთ. გადავიდა, იმიტომ რომ მეცნიერება სასწავლებს ახდენ და ტექნოლოგია განავითარა. მერე მოხდა ექსპორტი, მაგრამ იქ არ შეიძლება დავდებულიყო. ეხლა მინდა დავიწყორით. აი სწორია თუ არა ეს დებულება, რომ რელიგიას მოაქვს რელიგიური ომები და უბედურება და ბოროტება და ადამიანების ერთი ადამიანის მეორე ჩაგვრა, ქალების ჩაგვრა და ასე შემდეგ. და მეცნიერებას მოაქვს ხოლმე პროგრესი. მოაქვს თუ არა რელიგიას ბოროტება, დაყოფა ადამიანებისა და ასე შემდეგ. არატოლერანტულობა და ფანატიზმი. არ მოაქვს რელიგიის ბრალი ეს არა. ეს არის ადამიანების ბრალი. როდესაც ადამიანებს აქვთ მიზნები სიხარბის გამო, ბოროტების გამო, როდესაც რაღაც მიწიერი მიზნები აქვთ, როდესაც საზოგადოება რელიგიურია, უმრავლესობა ადამიანებისა მორწმუნეა და ყველაფერს აფასებს რელიგიური კრიტერიუმით და რელიგიური თვალსაზრისით, აი ეს ადამიანები, როდესაც აქვთ არარელიგიური მიზნები, თავს იმართლებენ რელიგიური ტერმინოლოგიით და კონცეფციებით. აი თანამედროვე ეპოქა უკვე არ არის რელიგიური. და რაღაცების გამართლება აღარ ჭირდებათ, რომ რელიგიის სახელით გაამართლონ. მაშინ რატომ ომები? რატომ იყო კონცენტრაციული ბანაკები? რატომ იყო გულაგები? რატომ ხოცავდნენ დიქტატორები თავიანთ მტრებს და მე-20 საუკუნეში საკონცენტრაციო ბანაკებში დიქტატორებს ვეცხებს ადამიანები ასეთი რელიგიური ომების დროს არ მომკვდარა. რატომ ხდება ეს?
იმიტომ რომ ადამიანები აკეთებენ. იბრძვიან რესურსებისთვის თქვა. უნდა თქვა ნავთობი იქნება თუ რას რესურსები და სიხარვის გამო იწყებენ ომებს ეს ერთი. მეორე, დიქტატორები ჟიან თქვა ადამიანებს ხოცავენ. და იწყებენ ომებს. მაგალითად კომუნისტები ხოცავდნენ ფაშისტებს, იმიტომ რომ კაცობრიობის ტერი არიან. ფაშისტები ებრძოდნენ კომუნისტებს, იჭერდნენ და საკონცენტრაციო ბანაკებში უშვებდნენ, იმიტომ რომ ფიქრობდნენ რომ კომუნისტები არიან ადამიანების მტრები და ასე შემდეგ. ეხლა ხო რელიგიურ არგუმენტები არ მოყავთ ამათ. და არ შეიძლება თქვა რომ რელიგიური არგუმენტების გამო ხდება ამდენი უბედურება. წარსულშიც ესე იყო. იესო ქრისტე გეუბნება რომ გიყვარდეს თვით შენი მტერიც. არა ისეთი ადამიანი რომელიც შენ არ გეთანხმება, არამედ რომელიც გდევნის, წყევლის, შეურაცხყოფს ისიც კი უნდა გიყვარდეს. იესო ქრისტე გეუბნება რომ ვინც მარჯვენაში გაგარტყავს მარცხენა ყბა მიუშვირეთ, წასაცველს გართმევს ისიც კი მიეცი რომელსაც არ თხოვდა. როგორ შეიძლება ქრისტიანობა იყოს ტრობის, ომის მიზეზი? ეს არის ადამიანები რომლებიც ამას აფუჭებენ. ეს ადამიანების ბრალია. ადამიანების ბრალი რომაა ჩანს იქიდან რომ მეცნიერებასაც სულად იყენებენ, მეცნიერებას სულად არ იყენებენ. ხიროსიმაში და ნაგასაკში ჩააგდეს ატომური ბომბი. და უამრავი უდანაშაულო იაპონელი, პატარა ბავშვები, ქალები დაიწვა ცოცხლად. და ეხლაც კიდე შედეგები იტანჯებიან ამ ატომური ბომბის საფეთქებით. ამის გამო ვინმე აბრალებს? ამას თქვა აინშტაინს, თქვა ენრიკო ფერმის, ოპენჰაიმერს და იმას. არავინ არ აბრალებს. არ უნდა დააბრალო, იმიტომ რომ მეცნიერებს არც ერთ მეცნიერს არ სურდა რომ ეს ბომბით აფეთქებულიყო და დაახოცა უდანაშაულო ადამიანები. ეს გააკეთეს პოლიტიკოსებმა და არა ფიზიკოსებმა, ხომ? ზუსტად იგივე ლოგიკაა. რელიგიის და ქრისტეს ბრალი კი არაა რელიგიური ომები, არამედ ადამიანებისა, პოლიტიკოსების სიხარვის გამოა და არა იესო ქრისტეს, ხო, როგორც მეცნიერების ბრალი არა. უამრავი მაგალითია, რომ მეცნიერებას ძალიან ცუდად იყენებდნენ. მაგალითად, ავიღოთ დარვინიზმი. დარვინი არის სწორედ მეცნიერული თეორია. მაგრამ მას მოყვა მის ცუდად გამოყენება გადააქციეს იდეოლოგია, გამოიყენეს ეს მეცნიერება სოციალური დარვინიზმის და ევგენიკის შესაქმნელად. თუ ღმერთის შექმნილი არ არის ადამიანი ჩვენ ასე ვთქვით და მაიმუნისგან წარმოიშვა, მაშინ ზოგიერთმა წინ გადაუსწრო ძალიან. მაიმუნს დაშორდა, მაგალითად ევროპელები, გერმანელები, ფრანგები, ინგლისელები, რომელსაც უზარმაზარი კულტურა შექმნეს. და ზოგიერთი პაპუასები და ისინი ისე მაიმუნებთან არიან. და წარმოიშვა რასიზმი. ასევე რა კი დარვინი ლაპარაკობს რომ გადარჩევის პროცესი ხდება ძლიერი იმარჯვეს. დავეხმაროთ ამ გადარჩევის პროცესს. რასაც დარვინიზმი ხადაგებს. ისე რომ ლაპარაკობდნენ რომ ვინც გონება ჩრუნგია, დეგრადაციის ნიშანი აქვს, გონება სუსტია, მას არ მივცეთ სიცოცხლის საშუალება და ევგენიკა და პირიქით დავეხმაროთ ის ადამიანებს, რომლებიც ჯანმრთელი და ძლიერები არიან. ეს გიტლერმა კი არ გამოიგონა, ეს ავადმყოფებს უკლავდნენ ერთანაზეა და ესა. ეს გერმანელებს უფრო ინგლისში იყო გავრცელებული. თუ ჩვენ ბიბლიოთეკაში შევალთ და ვნახავთ 30-იანი წლის წიგნებს, იქ რასიზმი ბატონობს ყველგან, ადამიანებს უზომავენ თავის ქალას, ლაპარაკობენ თვალებს შორის ამანძილია ცხვირს და ამით გარეგანი ნიშნებით ლაპარაკობენ რომელია უფრო მოწინავე რასა და რომელი ჩამორჩენილი რასა და ასე შემდეგ. ასეთი ტერმინები თამაში დაინახეს რომ ძალიან საშიში იყო ფაშისტური გერმანიის შემდეგ, თორემ მანამდე ეს გავრცელებული იყო ძალიან. ეს მოიტანა არასწორად გამოყენებამ დარვინიზმის თეორიისა. ეს მეცნიერებასაც შეუძლია. ეს მეცნიერებას უნდა ბრალდებოდეს, მაგრამ არავინ არ ბრალებს ამას. ხვდებიან რომ ეს ცალკეული ადამიანების ბრალი ზუსტად იგივე ლოგიკით უნდა მოიქცეთ რელიგიის შემთხვევაში. ომები, ჩაგვრა, უსამართლობა, ძალადობა ხდება არა რელიგიის გამო, არამედ რელიგიური პრინციპების წინააღმდეგ. ეხლა გადავიდეთ თეზისებზე. დევნიდა თუ არა ეკლესია მეცნიერებას. აბსოლუტურად პირიქითაა საკითხი. ვინც ისტორიას იცნობს მეტნაკლებად, დაინახავს ეს ძალიან მცდარი თეზისი. პირველი, დავსვათ ისეთი კითხვა. სად წარმოიშვა თანამედროვე მეცნიერება? პარადიგმა, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ. თანამედროვე მეცნიერება წარმოიშვა უნივერსიტეტებში და უნივერსიტეტები დაარსდა ეკლესიაში. საერთოდ საუნივერსიტეტო განათლება ეს ევროპაში წარმოიშვა ანტიკური მეცნიერება, სხვანაირი ნატურფილოსოფია იყო, ამას ჩვენ დაუბრუნდებით, ის არ იყო თანამედროვე მეცნიერება. თანამედროვე მეცნიერება დგას ექსპერიმენტის პარადიგმაზე, შენ ექსპერიმენტებით აღმოაჩენ ფაქტებს და მერე მიუყენებ მათემატიკას სიზუსტისათვის. ზოგიერთ მეცნიერებაში ზუსტად გამოიყენება ეს მათემატიკაში როგორი ნაკლებად, მაგრამ მეფუძნება ექსპერიმენტებს, ეს მეთოდოლოგია შეიქმნა უნივერსიტეტებში. უნივერსიტეტები იყო მონასტრებში დასაწყისში, იმიტომ რომ ყველა მეცნიერების დედოფლად ითვლებოდა თეოლოგია და შემდეგ როდესაც შევიდა საერო მეცნიერებები,
აი თქო მედიცინა გაძლიერდა ძალიან ადამიანები დიდი რაოდენობა უკვე თეოლოგიაზე უფრო მეტად სწავლობდნენ მედიცინას, თქო ისტორიას, იურისპრუდენციას და ასე შემდეგ და თვითონ გამოეყვნენ შემდეგ მონასტერს. მონასტერს არ გამოუგდა პირველად უნივერსიტეტებს ინახავდა მონასტრები და ეკლესია. თუ ჩვენ ვნახავთ კურიკულუმებს როგორ ამზადებდნენ სასულიერო პირებს, ნახავთ რომ კურიკულუმში შედიოდა თეოლოგიასთან ერთად წმინდა საერო მეცნიერებები. აი ჩვენ ვიტყვით მე მოგვიანებით რატო ჭირდებოდათ ეს. მოკავშირეს ხედავდა ეკლესია მეცნიერებაში და არამის მტერს. აი პირველი მეცნიერები ვინც არიან, ესენი სულ ყველა მორწმუნე ხალხია, ზოგი სასულიერო პირი იყო, აი ბეკონი თქვათ, აი არაფრენსის არამედ მეორე ბეკონი. და ვინც დიდი მეცნიერი კორიფეები არიან, რომლებიცგანაც მეცნიერების სათავეში ისინი უაღრესად რელიგიური ხალხი იყო. აი ვინ არის იმაზე დიდი მეცნიერი ვიდრე ნიუტონია, ხო? თანამედროვეები ნახევრად ღმერთს ეძახდნენ, უზარმაზარი ფიგურა იყო. ძალიან მორწმუნე კაცი იყო. შეისწავლეს ნიუტონის ხელნაწერები. აი კეინესი რომ ძალიან დიდი ეკონომისტი, იმან შეისყიდა მისი ხელნაწერები და შეისწავლა და აღმოჩნდეს რა რომ ნიუტონი იყო უაღრესად რელიგიური პიროვნება. მისი დროის უზარმაზარი ნაწილი ეთმობდა რელიგიური ლიტერატურის კითხვა და დანიელის წინასწარმეტყველების კომენტირებას და გაშიფრებას. უფრო მეტი დრო. და ეს კაცი რო კვდებოდა, ეამაყებოდა რა მე ქალწული დავრჩიო. ის კი არა ნიუტონის კანონები აღმოაჩინა სოფლიო მიზიდულობის ან ინტეგრალური აღრიცხვა გამოიგონა. არა, ის რომ დარჩა ქალწული, ეს ქალწული დავრჩი ჩემი რწმენის გამო და ღმერთმა ამიტომ მომცა ამ ხელაწარმატება მეცნიერებაში. უაღრესად რელიგიური კაცი იყო, უაღრესად. ну ცოტა დამაკნჯებული ქრისტიანობა წადა, მაგრამ სხვა ტემპერამენტით იყო უაღრესად რელიგიური ადამიანი. ძალიან რელიგიური იყო გალილეიც. გალილეის უნდა და მონასტერში წასვლა მამამისმა არ გაუშვა, რომ მათემატიკაში ავლენდა ნიჩს და უთხრა დიდი მეცნიერი გახდები და სამაგეროთ ეს დარჩა, ისა თავისი ორი ქალიშვილი ყავდა, რომლებიც ორივე მონასტერში გაუშვა. უაღრესად რელიგიური იყო კოპერნიკიც. ну კოპერნიკი სასულიერო პირი იყო და მოკვდა მშვიდობაში ეკლესიასთან, თავისი წიგნი რო დაწერა რომის პაპს მიუძღვნა. მასთან ეკლესიას არაფერი კონფლიქტი არ ქონია. კანონიკი იყო, კანონიკი ძალიან მაღალი რანგის მღვდელმსახურია. ასეთივე იყო კეპლერიც. კეპლერიც ძალიან უაღრესად მორწმუნე კაცი იყო. ეს ყველა მიცის. ჩვენ ძალიან შორს წავალ. ძალიან დიდი მეცნიერები, რომლებიც აღშაქმნდნენ მეცნიერებას, არა ის ჟურნალისტები და იდეოლოგები, რომლებიც მეცნიერების სახელით ებრძვიან ეკლესიას, მათგან განსხვავებით უაღრესად რელიგიური ხალხი იყო. აი, ესეთი საკითხის დაყენება, რომ მეცნიერება ეწინააღმდეგება თუ რელიგიას, ასე არც კი იდგა შუა საუკუნეებში. მაშინ იყო ცოდნა და წვენა, ხო? არ ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს. ზოგიერთ არგუმენტად მოყავთ რა, ზოგიერთი წინა მამა წერს, რომ აი მეცნიერებას თავი დაანებე ეს ამაოა და მისდიე წინა წერილი იკითხება. ეს ყველასთვის კი არ იყო დაწერილი. ეკლესიაში არის ერესი გნოსომახია, რომელიც დაგმობილია. გნოსომახია არის ისეთი არასწორი სწავლება ეკლესიაში, რომელიც ცოდნას უყურებს როგორც წერს. გნოსომახია ზუსტად ამას ნიშნავს. ცოდნის წინააღმდეგ, რომელიც დაგმობილია ეკლესიაში. ეხლა წმინდა მამა რო წერს, რომელიც ვიღაცას ეუბნება, რომ დაანებე მეცნიერების სწავლას, თავი და მიხედე სულს, ეს მეუდაბნოე მამებზია, რომლებიც განდეგილები არიან. და მონასტრებში მიდიან და უდაბნოში ცხოვრობენ. იმათ ელაპარაკებიან, რომ შენ რა კი ეს ცხოვრების გზა აირჩიე, ის საერო ცოდნას დაანებე თავი და მიხედე უპირველეს ყოვლისა შენ ცოდებზე იფიქრე და ასკეტური ცხოვრება და ლოცვა და მარხვა და ეს ყველასთვის კი არაა მიმართული. ამის გამოყენება ეს არგუმენტად არასწორია ჩვენ შეიძლება საერო ცხოვრებაში. აი კაც რომელსაც ამჩნევრო თქვა არა აქვს მიდრეკილება ინტელექტუალური და ეტყვი რომ დაანებია მეცნიერებას თავი არა და მიხედე ამ ბიზნესში წადიან რაღაც სხვა სფეროში, ხო? და შენ ცხოვრების წესს, შენ უნარებს არ შეესაბამება. ეს რაღაც ესეთია და არა პრინციპი ეკლესიისა, რომ ებრძვის საერთოდ მეცნიერებას. პირიქით იყო შუა საუკუნეებში არავინ არ ფიქრობდა, როგორც გითხარით, რომ აი მეცნიერება და ცოდნა და რელიგია ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ცოდნა და რწმენა. აი დავიწყოთ ახლა რატომაა. ისეთი ხედვა ჰქონდა ცოდნის და მეცნიერების ისეთი ადეკვატური, ძალიან ბევრი თანამედროვე ფილოსოფოსი ლაპარაკობს. ამას ასეთ თანამედროვე ეპოქაში არა. აი ეკლესიას წამს ეგრეთ წოდებული ორი წიგნის კონცეფცია შუა საუკუნეებში. სამყაროში არის ორი წიგნი. სხვადასხვანაირად გველაპარაკება ღმერთის შესახებ. სამყაროში გადაშლილი წიგნი მეცნიერება გველაპარაკება ღმერთის სიბრძნის შესახებ. აი როგორი სიბრძნით შექმნა ღმერთმა სამყარო. და წმინდა წერილი, ანუ რელიგია, გველაპარაკება ღმერთის ნებაზე. ეს ორი განსხვავებული არა, ერთმანეთს ავსეს, მაგრამ ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. აი მაგალითად თქვენ წახვალთ და შეისწავლეთ გეოგრაფია ძალიან კარგად. საქართველოს გეოგრაფია. ან სხვა ქვეყნის გეოგრაფია ზედმიწევის მეცნიერება.
გეოგრაფია როგორაც არ უნდა იცოდეს, შენ გეოგრაფია არ გიკანახებს კერძო პიროვნებამ, სად უნდა იცხოვრო, სად წახვიდე. ერთი შენი პიროვნული ნებაა და მეორე არის მეცნიერული ზოგადი ფაქტი, როგორია გეოგრაფია. ხო რომ წახვიდეთ და მატარებლების განრიგი შეისწავლო ზედმიწევრით ან ავტობუსით, განრიგში ხო არ წერია შენ პირადად დღეს არ უნდა წახვიდე შენ მშობელთან, შენ მეგობართან, შენ ნათესავთან თუ სხვა. ეს შენი პირადი გადასაწყვეტი. აი ზუსტად ესია. ეს ორი ერთმანეთს არ შეიძლება ეწინააღმდეგობდეს ორი წიგნი, წმინდა წერილი და ცოდნა და მეცნიერება. თუ ერთი გეუბნება ღმერთის სიბრძნეზე გელაპარაკება, მეორე გელაპარაკება ღმერთის ნებაზე, შენ როგორ უნდა იცხოვრო. აი ეს არის, თქვათ, აი ორი წიგნის თეორია. მეორე რა არის? არის ორმაგი კაუზალობის მოძღვრება. კაუზალობა არის მიზეზშედეგობრივს ნიშნავს ლათინური სიტყვა კაუზალობა. ხა რას ამბობენ? შუა საუკუნეებში ლაპარაკობენ ესეთ რაღაცას. როცა შენ სწავლობ ბუნებას და აკვირდები, ბუნებრივი მოვლენები შეიძლება ახსნა ორნაირად. ერთი ვერტიკალურ კაუზალობას, ვერტიკალურ მიზეზშედეგობრივას ეძახიან. რას ნიშნავს ეს? ყველაფერზე თქვა რომ ეს არის ღმერთის ნება, ღმერთმა მოაწყო თავისი სიბრძნით აი ასე სამყარო. და მეორე ეს არის ჰორიზონტალურ კაუზალობას ეძახიან. ჰორიზონტალური კაუზალობა ხსნის სამყაროს ისე ღმერთის კანონებს, რომ ღმერთს და ღმერთის ნებას არ ახსენებს საერთოდ. აი ამის ილუსტრაცია რო გავაკეთოთ, თქვა აი ლიტერატურიდან შეიძლება ძალიან კარგად. აი მაგალითად ავიღოთ რომელიმე დიდი მწერალი, ავიღოთ შექსპირი. შექსპირის ოტელო. აი ძალიან ცნობილი ტრაგედიაა, ხო, უზარმაზარი. აი დავსვათ ესეთი კითხვა. რატომ მოკლა ოტელომ დეზდემონა? ორი პასუხი არსებობს. ერთი ვერტიკალური. იტყვი, შექსპირმა დაწერა ეს ტრაგედია, ოტელო და მოაკლევინა ოტელოს დეზდემონა. იმიტომ რათა ეჩვენებინა, რამდენად დამღუპველია ეჭვის ნება. რომ ეჭს, ნება შეიძლება შეეწიროს აბსოლუტურად უდანაშაულო პიროვნება. და მოხდეს უზარმაზარი ტრაგედია. ეხლა მეორე კითხვა როგორ შეიძლება დასვა? ახსნია მოვლენას ისე, ამ ფაქტს, რომ ოტელო მოკლა დეზდემონა და აღჭო ისე, რომ საერთოდ შექსპირს არ ახსენებს, თქოს არ არსებობდა. გმირების ხასიათებით ახსნე. აი იტყვი, ოტელო იყო მაური, ფერადკანიანი. იყო წარმატებული ვენეციელი გენერალი. გამარჯვებული. შეუყვარდა ყველაზე ლამას ქალს ვენეციაში და მოიყვანა ცოლად. და მე კომპლექსი აქვს, რაკი ეს მაშინდელ საზოგადოებაში ფერადკანიანი უფრო დაბალ არსებად ითვლებოდა. ეჭვია კომპლექსია ოტელოს და ფიქრობს როგორ შეიძლება ასეთ ყველაზე ლამას, ყველაზე მდიდარი ოჯახი და ყველაზე არისტოკრატ ქალს შევყარებოდი მე და ეს ეჭვი ცხოვრობს მაშინ. ამით ისარგებლეს ბოროტი კაცი იაგო და ინტრიგა შექმნის თითქოს აი დაარწმუნებს სიცრუით ოტელოსო თითქოს კასიო უყვარს დეზდემონას და მოხდება უზარმაზარი ტრაგედია და დაახშობს ცოლს, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოა. ესე აიხსნეს საკითხი ისე, რომ საერთოდ შექსპირს არ ახსენებს. აი ზუსტად ესეაო, აი ეს ეგეთ შუა საუკუნეებში ლაპარაკობენ. არსებობს ორმაგი კაუზალობა. ორმაგი კაუზალობა, რომელიც ხსნის სამყაროს ორნაირად. და მეცნიერება შეუძლია ისე ახსნას ეს სამყარო, რომ არ გამოიყენოს ღმერთი და ღმერთის ნება. არ ზღუდავდა მეცნიერულ განვითარებას ახსნას. ბუნებრივი კანონზომიერებებით აეხსნა ფენომენები და მოვლენები, ამას არ გძალავდა ეკლესია და არ მოითხოვდა ეკლესია, რომ ყველაფერზე ელაპარაკოთ, ეს ღმერთის ნება და ასე შემდეგ. ეს არასწორია აბსოლუტურად. შემდეგი რა, კიდე ერთი არგუმენტი რა. ამბობენ, რომ წმინდა წერილი და მეცნიერება გულისხმობენ ძველ და ახალი აღთქმის წიგნებს. აი ის ეწინააღმდეგება მეცნიერების განვითარებას. აი კოპერნიკის თეორიას, რომ დედამიწა ბრუნავს ის გარშემო, იქ ფსალმუნებში წერიაო პირიქითო და ძველი ახვიდან მოყავს რაღაც ადგილები, ხომ? აი შესაქმე 7 დღე და რაღაც ამაზე ეწინააღმდეგებია. ეს არ არის სწორი. შუა საუკუნეებში იცოდნენ, რომ მეცნიერება თუ ცოდნა და თქვა წმინდა წერილი რაღაცაში ეწინააღმდეგება თითქოს ეს გარეგანია, მაგრამ სიამოვნებაში არ არის ესე. რატომ? იმიტომ სწორი წარმოდგენა ჰქონდათ რა ფუნქცია აქვს და შესაძლებლობები მეცნიერებას და როგორი ენა აქვს წმინდა წერილს. აი არსებობს ბევრი თანამედროვე თქვათ ინსტრუმენტალისტები არიან თანამედროვე მეცნიერების ფილოსოფიაში, აი თქვათ პოპერი და ისინი, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ აი შუა საუკუნეებში ძალიან სწორი წარმოდგენა ჰქონდათ მეცნიერების არსებობაზე. რას გულისხმობ ახლა მე? თანამედროვე აი ბევრი ადამიანი შესწავლით მიამიტურად ფიქრობს, რომ მეცნიერება ეძებს ჭეშმარიტებას, ანუ კოპირებას ახდენს სამყაროსაც, ეს ყველაზე მიამიტური რწმენაა, ესე არ არის. მეცნიერება არ აკეთებს კოპირებას აი ამ სამყაროსაც და არ ეძებს ჭეშმარიტებას. მეცნიერება ქმნის მოდელებს.
თეორიები არის მოდელები, რომელიც საშუალებას გვაძლევს სწორი გამოთვლები ჩავატაროთ და რაღაცები ვიწინასწარმეტყველოთ ფენომენები. აი ამას აკეთებს. რო გკითხოთ თქვენ თანამედროვე კვანტურ ფიზიკაში ისინი ზუსტად ამას ლაპარაკობენ. ჩვენ არ ვიცით რა არის ელემენტარული ნაწილაკი. ჩვენი თეორია გველაპარაკება როგორ გამოვთვალოთ რაღაც შედეგები ექსპერიმენტის როგორ იქნება. აი ამის საუკეთესო მაგალითი რა არის? სანამ ჰელიოცენტრულის მოიტანდა კოპერნიკი ანუ რა რომ მზის გარშემო ბრუნავს პლანეტები, მანამდე იყო რა? პტოლემეოსის გეოცენტრული სისტემა, ხო? რომელიც ლაპარაკობდა დედამიწის გარშემო ბრუნავს მზეს და პლანეტების და ყველაფერი. სანამ აღმოაჩენდეს მარსის და ვენერას ფაზებს, მანამდე ის თეორია ძალიან კარგად უშუალოდ გამოთვლებს აკეთებდა საუკეთესოდ. აი ძველი პტოლემეოსის სისტემაზე დააკვირვეთ, წინასწარ რომ იქნებოდა მზის დაბნელება, მთვარის დაბნელება, მაშინ კომპასი რო არ ქონდათ, ითვლიდნენ ვარსკვლავების მდებარეობას და ამით დაცურავდნენ და მეცნიერული თეორია იყო ეს. და უფლებაც ქონდათ ჩაეთვალოთ, რომ ეს არის მეცნიერული თეორია. აი ნახეთ. ჩვენ როდესაც მეცნიერების ისტორიას ვსწავლობთ, ხედავთ რას? რომ რჩება მეცნიერული ფაქტები, მაგრამ გამოძვლებით ითვლება მეცნიერული თეორიები. აი აქამდე ეგონათ რომ ნიუტონის ფიზიკა არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, ნახევარად ღმერთს ეძახდნენ. მაგრამ მე მოვიდა აინშტაინი და თქვა რომ ის ესე არ არის, აი თქვა არ არსებობს აბსოლუტური დრო და აბსოლუტური სივრცე და აი ფუნდამენტი დაანგრია ნიუტონისა. ნიუტონზე სხვა თეორიები იყო. ასევე ეხლა ლაპარაკობენ რომ აი წყალი შეუდგა აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ზოგიერთ დებულებას და ფიქრობენ რომ აი მოვა ახალი თეორია, რომელიც რაღაცებს კორექციებს შეიტანს, თქვა აინშტაინის ფარდობითობის თეორიაში და კვანტური ფიზიკაში. ან ასტრონომია ხო უამრავი მოდელები იყო, ხო? ან სამყაროს წარმოშობა და ესე დიდი აფეთქების თეორიამდე სხვა იყო. ეს ფაქტები რჩება, მაგრამ თეორიები განუწყვეტლივ იცვლება. ეს თეორიები ქმნიან როგორც მე მოდელებს. ეს არის ინსტრუმენტი ადამიანებმა რაღაც გამოთვალონ მოდელები შექმნან, რომ სამყაროში აი ტექნოლოგიების გამოგონების და როგორც ძალა ინსტრუმენტი მეცნიერებმა. ესე. მეორე, როგორია წმინდა წერილის ხედვა? წმინდა წერილის მიზანი ეს არის, როგორც გითხარით, ღვთის ნების გადმოცემა და ბიბლიაში რომ წერია, რომ ყველაფერი ბრინავს დედამიწის გარშემო. ეს ადამიანური თვალსაზრისიდან წერს. იქ წერია, რომ ღმერთმა შექმნა მზე და მთვარე როგორც ორი მნათობი. ერთი გინათებდეს დღე, მეორე გინათებდეს ღამე. ბიბლიაში ისიც წერია, რომ სამყაროს 4 კუთხე აქვს, მაგრამ ამას ხო არ გულისხმობდა პირდაპირ. ან იქ წერია, რომ ღმერთი მრისხანებს შეინანა რომ შექმნა. ეს ხატრული ენაა. ღმერთის ნებაზე ლაპარაკობს. აი ვარსკვლავებზე და პლანეტებზე რო გელაპარაკება, გელაპარაკება როგორ მოხდეს ზეცაში და არა ციური სხეულები როგორ მოძრაობენ, ეს მიზანი არა აქვს წმინდა წერილს. წმინდა წერილის აქვს შემდეგი მიზანი, აი რა ნამები ლაპარაკობენ ამას. ერთი აქვს ნეობრივის, ნეობაზე გელაპარაკება და მეორე გელაპარაკება ცათასაცუპებელზე. სიმბოლური ენა აქვს. ისააკში ხედავს სახეს, თქვათ იესო ქრისტესას. გელაპარაკება ცათასაცუპებელში როგორ მოხდა აი იგავები უფლისა. იონე ოქროპირს ეკითხებიან, ღმერთს არ შეეძლო შეექმნა სამყარო ერთ დღეში. რა თქმა უნდა შეეძლო, მაგრამ რატომ არის ეს 7 დღე? ამით გელაპარაკება, რომ აი ძველად სამყაროში აღმერთებდნენ მზეს, მთვარეს, ხალხი იყო ნიანგებს, ხეებს და ასე შემდეგ. გელაპარაკება ის ქმნილებაა. წმინდა წერილი იწერება ამ პოლემიკის კონტექსტში, წარმართებს ელაპარაკება, რომ ღმერთი ერთია, შემოქმედია, ის ბუნებაში არაა. აი ტაჯ-მაჰალი ავიღოთ, ხო? არის ულამაზესი და შეიძლება ტაჯ-მაჰალი შეისწავლო ორნაირად. ერთი როგორც მეცნიერება არქიტექტურა. და სტუდენტებს ელაპარაკები აი პროპორციებზე, არქიტექტურა, როგორია ტაჯ-მაჰალი, როგორი ლამაზია. ისე რომ არ ლაპარაკობ ის ვინ ააშენა და რა მიზნით ააშენა, ერთი. და მეორე ტაჯ-მაჰალზე ილაპარაკო რომ ვიღაც მაჰარაჯამ აუგო თავის საყვარელ ქალს და ამით ახსნა როგორია თქვათ მისი არქიტექტურის აღსათავისებურება. გესმით, ეს ორი განსხვავებული რაღაცა. ერთი არის წმინდა მეცნიერული და მეორე გელაპარაკება მოტივებს, ვინ ააშენა და რატომ. აი წმინდა წერილიც ესეა. სამყაროში მეცნიერება გელაპარაკება როგორია, წმინდა წერილი გელაპარაკება რა მიზნით შექმნა, ეს ადამიანური თვალთახედვიდან გელაპარაკება. აი ამიტომ როდესაც შენ გონია რომ მეცნიერება და წმინდა წერილი ერთმანეთს უპირისპირდება, უნდა იცოდე რომ არ მეცნიერს აქვს პრეტენზია რომ გელაპარაკება რომ ჩემი მეცნიერული თეორია არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. ყველამ ასე უნდა იფიქროს, ან კიდე სასულიერო პირი ეჭრება მეცნიერების კომპეტენციაში. არასწორი პოზიციებია და ამის გამო. აი მე ვაპირებ ახლა გალილეიზე და კოპერნიკზე მოკლედ ვილაპარაკო, რატო დევიდნენ ჯორდანო ბრუნოს და გალილეის და აი მაშინ შევეხები ამას. აი ეს მეორე საკითხი. მეცნიერება წმინდა წერილს უპირისპირდება, ეს შუა საუკუნეებში სწორედ ეს არა. ვიღაცა ამაში დამნაშავე, როცა შენ გონია, აი
ბედის ირონიაა ის, რომ თომა აკვინელი წერდა, თომა აკვინელს წამდა პირადად, რომ დედამიწას გარშემო ბრუნავს მზე. მაგრამ ადრე ანტიკურ სამყაროში ფიქრობდნენ იყო არისტარხი, რომელიც ლაპარაკობდა, რომ არა მზის გარშემო ბრუნავსო დედამიწაო და თვითონ არ წამდა ეს თომა აკვინელს, მაგრამ თქვა ეს მართლაც ესე რო იყოსო, ჩვენ შეგვიძლია სხვანაირად განმარტოთო წმინდა წერილი, რომ ეს კონფლიქტი არ შევიდეს. აი, როდესაც ეკამათებიან მე მივიწყი გალილეის ეკამათებიან ეკლესია ეუბნება თქვენ ჯერ დაამდგინეთ რომ ეს ჰელიოცენტრული სისტემა სწორია და მე მხოლოდ თეოლოგებს აქვს იმის უფლება რომ წმინდა წერილის განმარტება შეცვალონ ეგზეგესა. ასეთი რაღაცები ხდებოდა, მაგალითად რაღაც ნაწილებში ერთმანეთს განსხვავდება ბასილი დიდი გრიგოლ ნოსელისაგან. იმიტომ სხვანაირი კოსმოლოგიური წარმოდგენები აქვს და წმინდა წერილს რომ განმარტავენ არსი წმინდა წერილს ერთნაირად განმარტავენ, მაგრამ რაღაცებს ხსნიან განსხვავებულად, იმიტომ რომ განსხვავებული კოსმოლოგიური მოდელებია. კიდევ ახლა არ მინდა ამ დეტალებში წავიდე, რომ უბრალოდ ვისი თქვა მინდა. თქვა რომ შუა საუკუნეებში არავინ არ ფიქრობს, რომ მეცნიერება პრინციპულად ეწინააღმდეგება წმინდა წერილს. ახლა ზოგიერთი ლაპარაკობს რას? აი მაგალითად ჰიუმი იყო და ის ამბობდა, რომ წმინდა წერილი ეწინააღმდეგება მეცნიერებას იმიტომ, რომ წმინდა წერილი ლაპარაკობს რომ ხდება სასწაულები და სასწაულები არის ყოველთვის კანონების დარღვევა. ღმერთის მიერ შექმნილი კანონების და ღმერთი არ გააუქმეს თავის კანონებს. ამიტომ აქ ორი რაღაც არ არის სწორი. პირველი რომ ღმერთის შესაძლებლობას ხვდა შენ რა იცი ღმერთი რას არის? რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ღმერთმა რომელმაც შექმნა სამყარო არაფრისაგან და დააწესა ეს კანონები რაღაც განგებულებით შეიძლება რომელიღაცა კანონის მოქმედება შეაჩეროს. ეს ერთი. ადამიანმა რა იცის ღმერთი რას გააკეთებს? მაგრამ მეორე სასწაული არ ნიშნავს თავისთავად რომ კანონი ირღვევა. სასწაული არსებობს არა იმიტომ რომ კანონები დაირღვა, არამედ სასწაულში ჩანს ღმერთის განგებულება, ღმერთის ხელი. აი ჩვენ ვიტყვით რომ რაღაც სასწაულია, რადგან ეს არ მოხდებოდა სხვაგვარად თუ კი გონიერი თავისუფალი ღმერთი არსება არ ჩაერეოდა ამაში. აი წარმოვიდგინოთ ესეთი მაგალითი მოყავთ შუა საუკუნეებში. წარმოვიდგინოთ დიასახლის. და დიასახლისმა დაპირდა თავის წუმრებს, რომ მე თქვენ ამა და ამ კერძს გამოგიცხობთ. აი თქვენ რაღაც კერძია, იციან რომ დიასახლის კარგად აკეთებს და სტუმრები ელოდებიან ამ ყველა ელოდება რომ დიასახლისი გააკეთოს ამა და ამ კერძს. აქვს რაღაც ინგრედიენტები და იცის როგორ გააკეთოს, გამოაცხოს ერთი დამცხვარი იქნება თუ რა. მაგრამ აი ამ დამცხვრის ცხობის შემთხვევაში თუ კერძის კეთების შემთხვევაში უცებ მოიფიქრა აი დიასახლის რომ მოდი სხვა კერძს იგივე ინგრედიენტებით თქო სხვანაირი წეს გავაკეთებ სხვა კერძს, იმიტომ ეს უფრო კარგად გამომდის თქვა. და შუა კეთების დროს შეცვალა ეს რეცეპტი, გააკეთა სულად ახალი კერძი და მიიტანა თავის ტოს. ყველა გაოცებულია, იმიტომ ყველა ფიქრობდნენ რა ეს ინგრედიენტები ქონდა დიასახლის ეს უნდა გააკეთებინა და მიიტანა სხვა კერძი. აქ დიასახლისმა დაარღვია რამე წესები, ბუნების კანონები. არაფერი არ და უბრალოდ შეცვალა მისი ნება ერთი კერძის მაგერად, რომელსაც ყველა ელოდებოდა, მიიტანა სუფრაზე სულ სხვა კერძი, რომელსაც არავინ არ ელოდებოდა. აი სასწაულში რაღაც ესეთი რაღაც ხდება. არსებობს ბუნების კანონები, რომელიც თითქმის ყოველთვის ერთნაირ შედეგებს იძლევა, მაგრამ ჩაერევა ღმერთი და ისე რომ კანონები არ დაერღვეს, სულად მოულოდნელი შედეგი მოხდება. აი რისი თქმა მინდა, მეორე მაგალითი რომ მოიყო. სანამ აეროდინამიკის კანონები ეცოდინებოდათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ აი ნახოთ, აი ველურებთან რომ მიიტანო თვითმფრინავი ბოინგი. უზარმაზარი მახინა ფოლადის ძალიან მძიმეა, ხომ? სანამ აფრინდებოდა უთხარო ეს აერში იფრენს. არ დაგიჯერებენ ეს, არაცოცხალია, ჩიტი ეს არ არის. უზარმაზარი ფოლადის მახინა ძალიან მძიმე, როგორ შეიძლება ამან იფრინოს? რატომ? იმიტომ ბერნულისგან აეროდინამიკის კანონები არ იცის. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ თუ სტრუქტურა ექნება თვითმფრინავს მის ფრთებს, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ბერნულის კანონს, რაღაც სიტუაციაში შეიძლება ჰაერის წნევის განსხვავება აიტანოს ამხელა მახინა ჰაერში და იფრინოს, ხო? აქ ბუნების კანონები კი არ დაერღვა. არამედ მოხდა კომბინაცია გარემოებისა ისეთი რომ რომელმაც შესაძლებლობა გახადა რომ ასეთი მძიმე მანქანა ჰაერში ასულიყო და ეფრინა საოცარი სისხლები. სასწაულების უბრალოდ ესეთია. ღმერთი თავის კანონებს კი არ არგლებს, ქმნის ისეთ კომბინაციას, რომ აი სასწაულის შედეგი. ეხლა შუა საუკუნეებში პირიქით იყო. ხედავდნენ მოკავშირეს მეცნიერებაში და ვდელი რომ უნდა გამოსულიყო თეოლოგიასთან ერთად ასწავლდნენ მეცნიერებას. რატომ მოხდა ესეთი რაღაც? იმიტომ რომ როდესაც წარმოიშვა რენესანსი, რენესანსმა დააბრუნა, მე ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ, დააბრუნა ოკულტიზმი. საერთოდ ჩვენ თუ ძველ ახმას ვნახავთ და ახალი ახმას, განსაკუთრებით ძველ ახმაში აღნიშნული რომ ყველაზე დიდ მტერს ეკლესია უწოდეს ოკულტიზმს და მაგიას.
და სიკვდილით იჟება ოკულტები და მაგიები თქვა ძველ ახალში. რატომაა ეს? იმიტომ არაფერი ისე არ ამახინჯებს რელიგიას, როგორც ოკულტიზმი. რელიგია რა არის? ეს არის თავისუფალი კავშირი ადამიანს და ღმერთს შორის. შენ მაშინ აქვს ჭეშმარიტი რწმენა, როდესაც ისე მიენდობი ღმერთს, როგორც პატარა ბავშვი მიენდობა საკუთარ დედას. იცის, რომ დედას უყვარს, დედამ უფრო მეტი იცის და მინდობილია დედაზე. აი ეს არის ყველაზე სწორი რელიგიური განცდა, რომ შენ გიყვარს ღმერთი, როგორც კეთილი, როგორც ყოვლის შემძლე, ყოვლის ცოდნე და მიენდობი მას ჭეშმარიტი ლოცვა რა არისო წმინდა ომები, რას ამბობენ. ღმერთო იყავნება შენი, თო შენ ჩემზე კარგად იცი. რა არის შემთვის კარგი? ეს არის წმენის საფუძველი. მაშინ ოკულტიზმი და მაგია არის პირიქით, ეს არის შენ ჭკუაზე ატარო ღმერთი, რაღაც შეფუცვების, ოკულტური რიტუალების ხარჯზე და ასე შემდეგ. ამიტომაა ეს ანგრევს რელიგიას. შუა საუკუნეებში ეს რწმენა ძალიან ძლიერი იყო, მაშინ ოკულტიზმი არ არსებობდა. პერიფერიებში კი არის ხალხი. რენესანსმა დააბრუნა ეს ოკულტიზმი. აი თქვათ, არჩევ ზიარი ჭურჭელის პრინციპი როა, როგორ უნდა აეხსნათ. არისტოტელეს ეფუძნება და არისტოტელე ლაპარაკობს თქვათ, აი ბუნებას ეშინია სიცარიელის. რატომ? იმიტომ სულია, ანიმა მუნდა სამყაროს სულზე ლაპარაკობენ. თვლიან რომ ანტიკური სამყაროს ლაპარაკობენ და ყველაფერს რაღაც სულები განაგებს, სხვადასხვა ღმერთის სულები და ოკულტისტები და მაგები ზუსტად აი ამ სულებთან კავშირს ამყარებენ. ალქიმია და ეს გავრცელებული იყო, ხო, ასტროლოგია და ალქიმია, რომელიც ემყარება რაღაც სულების არსებობას და მასთან კავშირის ცდელობას, ხო? აი ეს მეცნიერება უარყოფდა ამას. ზიარი ჭურჭელი ფიზიკურ კანონებს ეფუძნება, რასაც იღებენ თქვათ ალქიმიკოსები, ეს რაღაც სულებთან კავშირის გამო კი არ იღებენ, არამედ ქიმიური კანონების შედეგი და ასე შემდეგ. ამიტომ ხედავდა მეცნიერებაში მოკავშირეს, ამიტომ აფინანსებდა ეკლესია მეცნიერებას და აიძულებდა სასულიერო პირებს მეცნიერება შეესწავლა. წარმოგიდგენთ თქვენ რომ ლაპარაკობენ, აი ეკლესიას რო შესუსტდა გავლენაო 17-18 საუკუნეში, იმიტომ გავრცელდაო მეცნიერება. ეს საშინელი სიცრუეა. ასეთი რაღაცა ან მანიპულატორი ლაპარაკებს, ან ისეთი ადამიანი, რომელსაც არაფერი არ გაეგება ისტორიისა. იმიტომ 17-18 საუკუნეში შეიძლება რწმენა შემცირდა სადღაც, მაგრამ რეპრესიული ძალა ეკლესიისა იყო ყველაზე ძლიერი. მეუბნებიან ინკვიზიცია. ინკვიზიცია პიკს როდის მიაღწია ზუსტად აი ამ დროს. 17-18 საუკუნეებში. როცა დაიწყეს დევნა ჯადოქრების. მანამდე არც კი არსებობდა ესეთი ზოგადი ევროპული ინსტიტუცია ინკვიზიციის, აი იყო ადგილობრივი სასამართლოები, ეს ყველა მიცის. რომელიც უბრალოდ ერეტიკოსებს ებრძოდნენ არისტოტელეს მოძღვრებას, მე კი რომ ამართლებებას, მაგრამ ეს არ ებრძოდა მეცნიერებას და არ ებრძოდა, თქვათ, არჟი და მასიურად აი ამ ჯადოქრებს და არ წავდა ადამიანებს, ეს გვიანდელი ფენომენია. რატომ არ მოხდა ეს გვიანდელი ფენომენი, რატომა? თუ შუა საუკუნეებში როდესაც ძლიერი რწმენა ადამიანებს წავსო სატანას და ეშმაკ საკუთარი დამოუკიდებელი ძალა არა, ყველაფერი ღმერთის დაშვებით ხდება და ეუბნებიან რომ წირვას, ლოცვას, ჯვარს, დაკურთ წყალს აქვს ძალა დემონურ ძალებზე. მაგრამ როდესაც შემდეგ მოხდა პროტესტანტიზმი შემოვიდა და დაკარგეს ადამიანებმა რწმენა იმისა, რომ თქვა საეკლესიო რიტუალებს, ხატებს, ნაკურთ წყალს, ჯვარს, წმინდანებს ძალა აქვს, რომელსაც შეუძლია დაიცვას დემონებისაგან. ეს რწმენა დაკარგეს, მაგრამ დემონური ძალების რწმენა არ დაუკარგა და ჰქონდათ. ამიტომ დაიწყეს რა, თვითონ დაიწყო ხალხმა დევნა და დაწვა აი ამ ჯადოქრებისა, ეშინოდათ. და ყველაზე დიდი პროცენტი იყო პროტესტანტულ ქვეყნებში და არაკათოლიკურში. ეს ისტორიული ფაქტებია. ინკვიზიცია რო შეიქმნა იმისთვის, რომ ხალხის ძალადობა შეეჩერებინათ და ეს ყველაფერი ოფიციალური სასამართლოსთვის გადაეცათ. თქვენ ყველეთ გაგიათ ლინჩის წესის ფენომენი რა არის? ლინჩის წესი წარმოიშვება იქ, სადაც პოლიციას არ აქვს საკმარისი ძალა. ხალხი თვითონ იწყებს დანაშავის დასჯას, ესაა ლინჩის წესი. ხდება იქ, სადაც სახელმწიფო და პოლიცია არ არის ძლიერი. ხო, აი ეს ეფექტი იყო. ამიტომ ეს ინკვიზიციის წესი წარმოიშვება გვიანდელი ფენომენი. ამით რისი თქმა მინდა? არასოდეს ეკლესიას ასეთი რეპრესიული ძალა არ ქონია, ეს პოსტრეფორმაციული ხანა. თუ კი ეკლესია დაინახავდა მეცნიერებაში მტერს, ისეთი ძალა ქონდა ამ ეპოქაში. მაშინ ხო ხელისუფლება და გავლენა მთელი განათლება ყველაფერი ეკლესიის ხელშია. აუცილებლად მეცნიერებას მოახშნეთ, რომ მეცნიერება დგას არა ნიჭიერ ადამიანებზე, არამედ ეს სოციალური ფენომენია. მეცნიერება ვითარდება იქ, სადაც პატივს სცემენ, მას სადაც კოლაბორაციის კულტურული ფენომენია მეცნიერება. მას სჭირდება დაფინანსება, სოციალური წონა და თანამშრომლობა ადამიანებს შორის. სხვაგანად ვერ ვითარდება. ესე ისი თქვა მინდა, რომ მოენდომებინა ეკლესიას, გაენადგურებინა მეცნიერება, ამას ძალიან ადვილად შეძლებდა. ახლა მაშინ თქვენი თქვით, ჯორდანო ბრუნო და აი ავიღოთ გალილეის მაგალითი. აი ეს ხო ცოცხალი მაგალითებია, რომ ეკლესია დევნიდა მეცნიერებს. არ ვამართლებ, არ ჯორდანო ბრუნოს დასჯასაც გალილეისა, მაგრამ ასეთი ინტერპრეტაცია, რომ ეს ორი ისტორია ეს არის. ეკლესიის ბრძოლა მეცნიერების წინააღმდეგ არასწორია. ერთი ავიღოთ რა.
ჯორდანო ბრუნო არასოდეს არ ყოფილა მეცნიერი. ჯორდანო ბრუნო იყო დომინიკანელი ბერი, რომელიც აცხადდა თავი თვითონ ხელსაც და მე ვარ თეთრი მაგი. ეს იყო მიმდევარი, ერეტიკოსი, მიმდევარი მაგიური მოძღვრებებისა და რომელიც თვლიდა, რომ მზე არის ღვთაება. და როდესაც გაიგო, რომ აი გალილეი და ის ხო კოპერნიკი ლაპარაკობდა, რომ პლანეტები მოძრაობენ მზის გარშემო, ეს როგორც ერეტიკოსმა მიიღო, როგორც არგუმენტი მისი მოძღვრების სასარგებლოდ. თვითონ იესო ქრისტეს არ თვლიდა ღმერთად, ღვთისმშობელზე საშინელ რაღაცებს ლაპარაკობდა, მოციქულებზე ამბობდა, რომ მოციქულები იყვნენ შარლატანები. როდესაც ციხეში ყავდა ჩასული როგორც ერეტიკოსი და იქ უჩივლა მისმა ერთ-ერთმა თანამოსაკრემ, რომ საშინელ რაღაცებს ლაპარაკობს იესო ქრისტეზე ღვთისმშობელზე და ამის შემდეგ დასაჯეს სიკვდილით. დასაჯეს არა როგორც მეცნიერი, არამედ როგორც ერეტიკოსი. თვითონ არ ყოფილა მეცნიერი, არც ერთი არასოდეს ექსპერიმენტი არ ჩაუტარებია. არასოდეს არც ერთი სამეცნიერო ინსტრუმენტი მაგას არ ქონდა. მის ნაწერებს რომ ნახავთ, იქ არსად ფორმულები არა, არსად მეცნიერული მსჯელობა არ ხდება. რაც შეეხება კოპერნიკს, კოპერნიკს არ ებრძოდა ეკლესია. როდესაც კოპერნიკმა დაწერა მისი მოძღვრება, მიუძღვნა რომის პაპს. და კოპერნიკის მოძღვრება გამოიყენეს აი გრიგორიანული რეფორმისთვის ეს ყველა მიცის. კოპერნიკი არ ლაპარაკობდა, რომ მის მიერ წარმოდგენილი მოდელი, ჰელიოცენტრული მოდელი, იყო ჭეშმარიტი. ეს ლაპარაკობდა, ეს არის მათემატიკური მოდელი. მაშინ ასტრონომიას უყურებდნენ როგორც წმინდა მათემატიკას. აი კეპლერი ლაპარაკობდა, ასტრონომი იყო და ლაპარაკობდა მე ვარ მათემატიკოსი. კოპერნიკიც ესე იყო. ლაპარაკობდა რომ ეს მათემატიკა. საქმე რაშია? როდესაც აკვირდებოდნენ აი პლანეტები როგორ მოძრაობდა, მაშინ ხო არ იცოდნენ რომ ელიფსები იყო და გეგონათ რომ აი წრეწირებზე მოძრაობენ. ამიტომ იქ უამრავი ეპიციკლები და რაღაცები იყო ძალიან რთული მათემატიკური მოდელები რომ აეხსნათ პლანეტების მოძრაობა და ისინი ყველა ვის ასტრონომი იყო მაშინელი არ ფიქრობდა რომ ჩემი ასტრონომიული მოდელები ზუსტად ასახავს რეალობას, იმიტომ ის ძალიან რთულიაო და ჩვენ უბრალოდ მოდელებს ვქნით, ზუსტად ასე ფიქრობდნენ. და რაღაც გამოთვლების დროს კოპერნიკმა თქვა, რომ ჩემი გამოთვლები ძალიანო გამარტივდება, თუ კი ჩავთვლით, რომ დედამიწის გარშემო კი არ მოძრაობს მზე და პლანეტები, არამედ მზის გარშემო და ზოგიერთ გამოთვლებს მართლაც ამარტივდა, ყველას არა, მაგრამ ზოგიერთს. ამის გამო იყო, რომ ეკლესიამ გამოიყენა ის გრიგორიანული რეფორმის შემოსატანად. იმიტომ კიდევ ვიმეორებ, კოპერნიკი არ ფიქრობდა ამას, სამყაროა ესეთი და არც ეკლესიას ეწინააღმდეგა განსხვავებით გალილეისაგან. გალილეი უზარმაზარი მეცნიერია, მაგრამ პიროვნულად არ იყო ისეთი, როგორც თქვა კოპერნიკი ან სხვა. გალილეი სწავლობდა და დააკვირდა ტელესკოპი გააუმჯობესა და დააკვირდა თქვა იუპიტერის ფაზებს და რაღაცას დაასკვნა ეს რომ არა ვერ ახსნი ამასო თუ არ ვიწყვით რომ ჰელიოცენტრულია მოდელია სწორი. ანუ პლანეტები და დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო. აი ეს არისო სწორი და თქვა მოითხოვდა რომ ეკლესიასაც ეთქვა რომ ადრე რო წერიაო წინა წელს სხვანაირად განმარტეთო. თვითონაც ლაპარაკობდა სხვანაირი განმარტება შეუძლია ეკლესიას. აი რო ხსნი და ადრე თქვა სადაც არის ძველახმაში ისუ ნავე ლაპარაკობს რომ შეაჩერა მზე რომ დაემარცხებდა ფილისტიმელები ხომ? და თხოვა ღმერთს რომ მზე შეაჩერა ერთ ადგილზე. აი ეხო ეკლესია ლაპარაკობს რომ ძველი ავტორები განმარტავენ რომ მზე ბრუნავსო დედამიწის გარშემო ესო სხვანაირად ახსენო შესაძლებელი თუ ინერციის კანონი იცოდა ხო გალილეო. და ლაპარაკა შენ რო გეჩვენება რომ მზე გააჩერა სინამდვილე შეიძლება დედამიწა გააჩერაო ღმერთმა. აი ჩვენ ყველას გამოგვისტია ეს მატარებელში ზიად და ჩვენ გვერდით ყოფი მატარებელი დაიძრება და ჩვენ გონია რომ ჩვენ დავიძარით, მაგრამ არ არის ხო? აი ესეთი ეფექტია ხო ინერციის. აი გალილეი ლაპარაკობს რომ ეკლესიისაგანაც ითხოვდა რომ განმარტება ყოფილიყო სხვანაირი და უთხრეს რომ შენ არა გაქვს ამის უფლება. შენ მეცნიერი ხარ. ჯერ ადექი და მეცნიერულად დაადგინე ზუსტად რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და შემდეგ თეოლოგები შეცვლიან აი ამ ეგზეგეტიკას და არაშენ აი ბალარმინი დოკუმენტირებულია ეს ასეც მე თქვენ გელაპარაკები. ვატიკანის არქივები რო გაიხსნა მე ნახეთ. ბალარმინი კარდინალი ელაპარაკება ჯერ შენ მეცნიერულად დაამტკიცე რომ შენი თეორია მეცნიერული თეორია და მე ამას თეოლოგები შეცვლიან ასტრონომიის საქმე ეს არაა წინა წერილის განმარტება. ეს მაშინ კონტექსტი იყო ისეთი რომ აი კათოლიკური ეკლესია ებრძვის პროტესტანტები ითხოვენ რას რომ აი წინა წერილის განმარტების უფლება ქონდეს ყველას და კათოლიკური ეკლესია ისე როგორც მართლმადიდებელი ლაპარაკობს არა წინა ტრადიციას უნდა დაემორჩილა ამიტომ ამას თეოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა ამიტომ ეწინააღმდეგებიან გალილეის. გალილეი დაპირდა რომ არ გააკეთა მე დაარღვია და იმით დასაჯეს. ეხლა ნახეთ კომის მირაში მდგომარეობს. გალილეის არ ეთანხმებოდა არა ეკლესია, არამედ მეცნიერი ტიხობრაგე და უზარმაზარი ავტორიტეტები. რატომ? იმიტომ რომ გალილეი კეპლერი სანამ აღმოჩნდა გალილეი ფიქრობდა რომ პლანეტები მოძრაობენ წრეწირებზე. ელიფსებზე მოძრაობს. კეპლერისგან ვიცი, ამიტომ მისი გამოთვლებიც არასწორი იყო. და ტიხობრაგე ლაპარაკობდა რომ გალილეის გამოთვლები არ არის სწორი. ეს ერთი.
მეორე ის რომ დედამიწა ბრუნავს ზის გარშემო ეს მეცნიერული ფაქტი გახდა მე-19 საუკუნეში. დაამტკიცეს რომ მეცნიერულად დედამიწა ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო. ის რომ დედამიწა ბრუნავს ზის გარშემო, ამის აღმოჩენა არ შეეძლოთ მე-19 საუკუნემდე, იმიტომ ეს ითხოვდა ძალიან ზუსტ ასტრონომიულ აპარატურას. რისი თქმა მინდა? აი ასეულს ის პარალაქსის ფენომენი. პარალაქსის ფენომენი რა შეავს? აი ადვილად რო აქვს. წარმოვიდგინოთ, არის ტაძარი და აი თქვათ სვეტიცხოვლის ტაძარი და სვეტიცხოვლის ტაძარსული გარშემო. როდესაც გარშემოული ხან აღმოსავლეთის ფასადთან გახარ, ხან ჩრდილოეთის, ხან დასავლეთის, ხან სამხრეთის და შემდეგ. იმის დამიხედვით, როცა წრეს უვლი სვეტიცხოვლის, იმის დამიხედვით, რომელ ადგილზე დგახარ, სხვანაირად ჩანს ტაძარი. ხან შენთან ყველაზე ახლოსაა და ყველაზე კარგად უყურებ აღმოსავლეთის ფასადს, ხან დასავლეთის, ხან ჩრდილოეთის, ხან სამხრეთისას, ხო? აი პარალაქსის ფენომენი ესეთია. თუ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო, მაშინ წლის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კუთხიდან უყურებ ვარსკვლავებს და ვარსკვლავების კონფიგურაცია ზეცაში უნდა ჩანდეს სხვადასხვანაირად. ეს არის პარალაქსის ფენომენი. მაგრამ იმისათვის რომ პარალაქსი შეამჩნიო, ისე დახვეწილი უნდა იყოს შენი ასტრონომიული ინსტრუმენტები, რომ მე-19 საუკუნემდე ასეთი არ ყოფილა, რითიც უყურებდნენ აი ამ ზეცაში. ამიტომ პრინციპულად არ შეეძლო მე-19 საუკუნემდე აღმოჩნდა. ეს ხედავთ რა შეასაკ. გალილეის დროშებში კი არ იყო ეს მეცნიერული თეორია. და მას არ ქონდა უფლება მოეთხოვა თეოლოგებისთვის, რომ თქვენ ეგზეგეტიკას შეცვალეთ. მერე ეს დაარღვია, დაპირდა რომის პაპს, რომელიც მისი მეგობარი იყო და მერე დაწერა წიგნი, სადაც რომის პაპს დაცინოდა და რაღაცა ისტორიული კონტექსტის დროს პაპი იძულებული გახდა დაესაც რომის მეგობარი იყო გალილეის, მაგრამ როგორ დასაჯეს? მოხუცი იყო მაშინ ძალიან გალილეი და მიუსაჯეს რა ციხე იყო სინამდვილეში რა ჭყალებში. ციხე იყო ერთ-ერთი კარდინალის ვილა, ძალიან მდიდრული, ცხოვრობდა იქ. მიუსაჯეს რომ ვილიდან არ უნდა გამოსულიყო, იმიტომ რომ არ ესწავლებინა მისი მოძღვრება და მეორე. უნდა ეკითხა დღეში 2 კანონი ფსალმუნდა. თვითონ აკი მოხუცი იყო და ვერ კითხულობდა, მისი ქალიშვილი მონაზონი იყო და იმას აკითხებდა. ეს იყო სულსანში. ამასაც არ ვამართლებთ, ესე კევლაპრო კონდა ჩაერიოს, მაგრამ სულ ეს იყო. რო ათქმევინეს ეს რომ არ ბრუნავს, იმიტომ რომ დაპირდა ამაზე ჯერ არ ვილაპარაკებ როგორც ჭეშმარიტებაზე, მანამდე სანამ მეცნიერული ფაქტი არ დადგება. აი რო ვაკვირდებით ისტორიას. გალილეიმდე ვინმე დასაჯეს ჰელიოცენტრული სწავლების გამო. აი კოპერნიკს ხარავინ არ დასდებდა. გალილეის შემდეგ დასაჯეს თუ არავინ? არა, ხომ? არავინ. ეს რას ნიშნავს? რომ გალილეი დასაჯეს არა იმიტომ რომ ამ ჰელიოცენტრულ სისტემას ასწავლა, არა რაღაც სხვა ფაქტორები იყო. კიდევ მეორე მას მაინც არ ვამართლებ, არც ჯორდანო ბრუნოს დაწვას როგორც ერეტიკოსისაც გალილეოზე ზეგავლენას, მაგრამ ამის წარმოსახვა ისე რომ აი თქვა ეკლესია ემტერება მეცნიერებას ეს არასწორი. ჩვენ ვიცით აი თქვა საბჭოთა ისტორიიდან ესეთი რაღაცა. სტალინს დააჯერეს რომ გენეტიკა არის არასწორი მეცნიერება. ამის გამო დაიჭირა ძალიან დიდი მეცნიერი ვავილოვი და აი ეს გენეტიკა ვერ განვითარდა საბჭოთა ეს ძალიან ცუდი ფაქტია. მაგრამ აქედან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა რომ სტალინის საერთოდ მეცნიერებას ემტერებოდა. არასწორი პირიქით არის. სტალინმა შეუწყო ძალიან ხელი მეცნიერების განვითარებას, იმიტომ რომ ძალიან კარგი კაცი იყო. არამედ იმიტომ რომ ეჯიბრებოდა დასავლეთს, კაპიტალისტურ ქვეყნებს და იცოდა რომ იმისაც რომ სამხედრო ძლიერება ყოფილიყო საბჭოთა კავშირში, საუჩინებელი იყო ფიზიკის, ქიმიის და მეცნიერების განვითარება და უზარმაზარ სახსრებს ხარჯავდა აშენა მოსკოვის უნივერსიტეტი აფინანსებდა ფიზიკოსებს და რა შეეძლო რომ კოსმოსში გაფრინდა და ეს ფისტეხი დააარსა ინსტიტუტი. ძალიან უწყობდა ხელს მეცნიერების განვითარებას. ის რომ აკრძალა გენეტიკა, ეს არ ნიშნავს რომ მეცნიერებას ერთვის შეცდომაში შეიყვანეს უბრალოდ. აი ზუსტად იგივეა, რომ დაისაჯა გალილეო, ეს იყო რაღაც შეცდომა თქვა. კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ ამის ინტერპრეტაცია თითქოს ეკლესია ზოგადად ებრძვის მეცნიერებას ეს აბსოლუტურად არასწორი. კარგი. ეხლა გადავიდეთ რაზე. თქვენს რომ ანტიკურ ეპოქაში ჩამოყალიბდა მეცნიერება და ყვაოდა და მერე ეკლესიამ ჩაახჩეს. ეს არასწორია აბსოლუტურად. ანტიკურობა სამყარო მეცნიერება არ იცის. იცოდა მეცნიერული ფაქტები და არა მეცნიერება. აქ თქვენ გაიკვირდება და ეტყვით, მაშინ როგორ არსებობდა ასტრონომია. ასტრონომიული ფაქტები იცოდნენ უამრავი, ხო? აი პტოლემეუსზე ლაპარაკობდა. იცოდნენ ასტრონომიული ფაქტები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებობდა ასტრონომია როგორც მეცნიერება. საიდან წამოვიდა ეს ასტრონომია, როგორ განვითარდა? ვარსკვლავებზე თქვენ და ვარსკვლავები არიან ღმერთები და აკვირდებიან. აი ბაბილონში იყო ეს სწავლება და მე როდესაც არისტოტელეს ლაპარაკობს პლანეტებზე, ამბობს პლანეტებზე ცხოვრობენ ღმერთის სულები და პლატონიც ესე ფიქრობს. ამიტომ აი ეს ასტროლოგია აქედან მოდის, რომ პლანეტებს აქვს ჩვენზე გავლენა, იმიტომ ეს ღმერთები ეგონათ. არისტოტელე ლაპარაკობს, რომ ერთი მთავარი ღმერთია უძრავი მამოძრაველი, დანარჩენი ღმერთები 37 ღმერთი უფრო დაბალი ღმერთები ცხოვრობენ პლანეტებზე. ამ ღმერთების სული განაგებს.
ეს არ არის ასტრონომიული მეცნიერება. ფაქტებს რო აკვირდები ხარ, როგორც ღმერთს აკვირდები პლანეტებს, სწავლობ ის როგორ მოძრაობს და შეიძლება რუკაც კი შეადგინო კარგად, რომ პლანეტების გადაადგილების და მოძრაობის, მაგრამ ეს ხო მეცნიერება არა. ასტრონომია ხდება მეცნიერება მას შემდეგ, როდესაც პლანეტების მოძრაობას აღწერ მათემატიკური ფორმულებით, როგორც ამას კეპლერი აკეთებდა და ნიუტონი და არა იმის გამო, რომ იქ სულები ცხოვრობენ. ამიტომ ასტრონომია არ იყო მეცნიერება. არის არტიკულარ საყარომ იცის უზარმაზარი ისტორიკოსები ყავს. ისტორიულ ფაქტებზე ყვებიან, უზარმაზარი ინფორმაციას გვაცდიან, მაგრამ ისინი არ არიან მეცნიერები, ისტორიკოსები თანამეგობრებით, იმიტომ რომ კონტენტ ანალიზი არა აქვთ. თანამედროვე ისტორიკოსები როგორ მუშაობენ, ჩვენ ადრე ვისაუბრეთ, რომ მეცნიერულად ადგენენ ისტორიულ ფაქტებს. კრიტიკულად უდგებიან ყველა ინფორმაციას და ამოწმენ. ესეთი ავტორები არ არიან ძველი ავტორები ანტიკურ ეპოქაში. მათ სწამდათ მითებით. აი როდესაც ჰეროდოტე წერს თავის ისტორიას არის ძალიან ძვირფასი ისტორიული ფაქტები და არის მითებზე ყვება რაღაცას ერთ ეგრე წონას ანიჭებს ორივეს. აი თქვა თუ კი დიდეც არა აქვს იმდენი იგავები არა, მაგრამ მესაც ისტორიის ხედვა, სხვა ისტორიას განაგებს რაღაც მეტაისტორიული ძალები აქვს. ესეთი რაღაც დიდი ადამიანები გამოდიან რაღაც სიტყვებს წარმოთქვამენ და ამ სიტყვების გავლენით იცვლება ისტორია. ეს რაღაც თანამედროვე ისტორიკოსის ეს ძალიან მიამიტური ხედვაა. ასე არ უყურებენ და თქვა ფაქტორებს, ისტორიის ფაქტორებს, თქვა რაღაც სხვანაირად თუ ხედავენ, კიდევ ვიმეორებ, მეცნიერული მიდგომა აქვს ისტორიაზე, რაც ანტიკურ ეპოქაში არის. გვაწვდიან ძალიან ძვირფას ისტორიულ ცოდნას, ინფორმაციას, მაგრამ ეს არ იყო მეცნიერება. ერთ-ერთი მეცნიერება, რომელიც შეიძლება ვთქვათ, ეს არის მათემატიკა. მათემატიკა განვითარდა. მაგრამ იმიტომ რომ ზოგიერთი ფილოსოფოსი ლაპარაკობს, რომ მათემატიკა საერთოდ არ არის მეცნიერება, მეტამეცნიერება, უფრო ლოგიკურია. მათემატიკა არ იქნება ბუნებაზე დაკვირვებით. მათემატიკა გვაწვდის ენას, უნივერსალურ ენას, რომელსაც იყენებს სხვადასხვა მეცნიერება. წმინდად ლოგიკურია და არა ემპირიული, ამის გამო წმინდად მეცნიერებას ატყვია. ანტიკურ ეპოქაში სულელები კი იყო ძალიან ჭკვიანი ხალხი იყო, ძალიან ჭკვიანი ხალხი, მაგრამ ინსტრუმენტები არ ქონდა. არისტოტელე არის გენიალური ადამიანი, მაგაზე გენიალური ვინარსებობს. მაგრამ რაღაცა წერდა მეცნიერულ თემებზე, ფიზიკაზე, მაგრამ არ შეიძლება ის მეცნიერი ყოფილიყო, იმიტომ რომ არ ქონდა ინსტრუმენტები, არც საათი, არც თერმომეტრი, არც არაფერი ექსპერიმენტებს ვერ ატარებდა. ამიტომ სპეკულაციური ფილოსოფოსი იყო და ანტიკურმა სამყარო იცის ნატურფილოსოფია. ნატურფილოსოფია სახელი ლაპარაკობს, ეს არის ფილოსოფოსობა ბუნების შესახებ. ამიტომ ბევრ შეცდომებსაც უშვებდა. მიუხედავად იმისა, რომ რაციონალურად შეძლოს. შენ სამყაროს რო სწავლობ, უნდა ექსპერიმენტები ჩაატარო და არა ფილოსოფიურად იმუშაო, ისე როგორც ფილოლოგები მუშაობენ და ისტორიკოსები რაღაც ტექსტებიდან გააკეთო ლოგიკური დასკვნები. აი როდესაც ბუნებაზე წერს არისტოტელე რას აკეთებს, ვიღაც ფილოსოფოსების ტექსტებს სწავლობს როგორც ფილოლოგი და ფილოსოფოსი და იქიდან გამოაქვს დასკვნები. ბუნების მეცნიერება ასე არ იქნება, მეცნიერება იქნება ბუნებაზე დაკვირვებით, მაგრამ ეს არ შეეძლო არისტოტელეს. აი აქედან ეს ახსნის, რატომ მისცა ბიძგი ეკლესია მეცნიერების განვითარებას. ექსპერიმენტებს. როგორც გითხარით, არისტოტელეს ჰქონდა კოლოსალური გავლენა. აი როცა შუა საუკუნეებში ახსენებენ ფილოსოფოსი, იგულისხმება არისტოტელე. უზარმაზარი გავლენა ჰქონდა დასავლეთში, აი ვერ წარმოიდგენთ ისეთი. მაგრამ ამ უზარმაზარ ავტორიტეტებს დადებით შედეგთან ერთად აქვს უარყოფითი. აი რუსთაველი საქართველოში რო იყო რუსთაველი ხელა გენიოსია, რომ საუკუნეების განმავლობაში მოდიოდნენ პოეტები, რომლებიც მიბაძოლები რუსთაველისა და ორიგინალური პოეზია აღარ იქნა და აი დავით გურამიშვილმა გაანთავისუფლა ქართული ლიტერატურა, პოეზია, თქვა და დამძგუნველი გავლენისაგან რუსთაველის და შექმნა რაღაც ახალი, ხო? რაღაც ესეთი ხდებოდა. აი ამ შუა საუკუნეებში თქვა ვერ განვითარდა მეცნიერება ისლამურ სამყაროში. იმიტომ რომ აი არისტოტელეს გზარმაზარი ავტორიტეტის გამო და ფიქრობდნენ რომ არისტოტელეს წინააღმდეგობის გაწევა ისე არ შეიძლება როგორც მუჰამედს. ძალიან ბევრი ისლამური ფილოსოფოსი არისტოტელეს უფრო მაღლა აყენებდა ვიდრე მუჰამედზე დაძლებდნენ ამის გამო. ქრისტიანობაში რა მოხდა პირიქით? ისე არ უარყოფდა რომ არისტოტელე ძალიან დიდია და არისტოტელეს ტერმინებს იყენებდა სქოლასტიკა დიდი მოდომებით. მაგრამ არისტოტელეს ჰქონდა არასწორი შეხედულება. მაგალითად რა, რომ ფიქრობდა რომ სამყარო არის ბუდუი შეფნილი კი არა, სყოლც არსებობდა. ასევე, როცა ადამიანი გარდაიცვალა, ინდივიდუალური სულის უკტევება არ წამდა. და ეკლესია დაინტერესებული იყო რა, ეჩვენებიან რომ არისტოტელე ცდება სადღაც. მართალია ძალიან ჭკვიანი და გენიოსი კაცია, მაგრამ მაინც ადამიანია და ადამიანის შეშადობლივია შეცდომები. ამიტომ ხელს უწყობდა ისეთი მეცნიერული ექსპერიმენტების ჩატარება, სადაც ჩანდა რომ არისტოტელეს ისტორია არ იყო. აი მაგათ გაილეო რო პიზას კოშკიდან აგდებდა ერთნაირი ფორმის რკინის და ხის ბურთებს, რატო აკეთებდა ამას? თუ არისტოტელე ლაპარაკობდა რომ რატო ინერციის კანონს, აჩქარების კანონს არ იცნობდა, ხო? ამბობდა რომ გადმოაგდო, აი ორი ერთნაირი ბურთი, ერთი რკინისაა, მეორე ხისაა, რკინის ბურთი უფრო ადრე ჩამოვარდება. მოსკო არასწორია. თუ აჩქარებაზეა დამოკიდებული, ხომ არის სკოლიდან გვახსოვს ჩვენს.
აი ატარებდა გალილეო, რათა ეჩვენებინა, რომ არისტოტელე არ იყო სწორი და უნდა დაფუძნებოდა ექსპერიმენტს. და ამას ეკლესია ხელს უწყობდა და ამიტომ წარმოიშვა თანამედროვე პარადიგმა, თანამედროვე მეცნიერებისა, როგორც აი ექსპერიმენტზე დაფუძნებული, ამიტომ შეუწყო ხელი. საქმე რა შეკიდე ფუნდამენტალური რა არის, რა უნდა გითხრათ, აი რომ დაგკვირდით. სხვაგან არ შეიძლება წარმოშობილიყო მეცნიერება გარდა ქრისტიანული ევროპისა. რაშია საქმე? აი ეს კრეაციონიზმის მოდელს დაუბრუნდებით. აი ნახეთ, არ შეიძლება წარმოშობილიყო მეცნიერება ჩინეთში. და ჩინეთი არის პანთეისტური სამყაროა. სადაც ლაპარაკობენ ღმერთი და სამყარო ერთ და იგივე, ამიტომ ჩინელებს წამს შენ ღმერთი უნდა შეისწავლო არა რაციონალურად, ამას ვერ მიწდები, ხო, არამედ მისტიკურად. მისტიური ჭვრეტით. რა კი ბუნება და ღმერთი ერთ და იგივეა, მეცნიერული მეთოდი არ განვითარდა. იქ ექსპერიმენტების ტარება ბუნებაზე არის მკრეხელობა. თქვენ წარმოგიდგენთ მორწმუნე კაცი რო ეზიარება და რო გადაამოწოს, წავიდეს და მიკროსკოპით შეამოწოს ევქარისტიის პური მართლაც ხორცია თუ სისხლია, ხო არ გააკეთებს ამას. მკრეხელობაა ეს, ხო? ზუსტად იგივე იყო ჩინელისთვის. ექსპერიმენტების ჩატარება. ამბობდა რომ ეს შეურაცხყოფაა, შენ ექსპერიმენტულად შეისწავლო ეს სამყარო, შეურაცხყოფაა ღმერთისა. რო ჩავიდნენ ინგლისელები ინდოეთში, აღმოაჩინეს რომ ამ ხალხს აქვს უზარმაზარი ფილოსოფიური კულტურა, საოცარი პოეზია რელიგიური, მაგრამ არ აქვს საერთოდ მეცნიერება ისტორია. რატომ? ვერ განვითარდა მეცნიერება ისტორია, იმიტომ რომ ინდოელები ფიქრობენ, მათი ფილოსოფია რომ სამყარო არის ილუზია, რაც უფრო სწავლობ ამ ილუზიას, მით უფრო ერთვებით ყვილში. ამიტომ არ განვითარდა ის მეცნიერება, ის ისტორია. ანიმიზმი სადაცაა, იქ როგორ განვითარდება მეცნიერება, როცა ფიქრობ, რომ ყველა ხის, ყველა მცენარის, ყველა მდინარის, ყველა ბალახის უკან რაღაც სულია და ის სული განაგებს იმ პროცესებს და არა მეცნიერული კანონები. მეცნიერება ვერ ჩამოყალიბდა. ანტიკურ ეპოქაში თანამედროვე გაგებით მიუხედავად იმისა, რომ ბერძნები საოცარი ხალხი. რატომ? იმიტომ რომ პლატონს და არისტოტელეს წამდა, რომ რაც ბუნება არის უშუალო გამოხატულება ღმერთისა. სხვანაირი არ შეიძლება სამყარო იყოს, ამიტომ თუ შენ გინდა ისწავლო, როგორია ბუნება, თეოლოგი იყავი. აი პლატონი დაცინოდა ეგვიპტელებს, რომ მათემატიკას იყენებენ, რომ პირამიდების აშენების ეს საშინელი მკრეხელობა, თუ მათემატიკა უპირველეს ყოვლისა თეოლოგიის ენაა, ამიტომ დააწერა თავის აკადემიას. ვინც არ იცის მათემატიკა ახალ შემოვიდეს, თვითონ ფილოსოფიას ასწავლიდა პითაგორას ამბობდა, რომ მათემატიკა არის ყველაზე დიდი კარგი ინსტრუმენტი ღმერთის შესასწავლად, ღმერთი ჰარმონია. სხვანაირად უყურებს ამას ქრისტიანები. ქრისტიანები თვლიან, რომ ღმერთმა არაფრისაგან შექმნა სამყარო, რა კი ღმერთი ყოვლად ბრძენია და ყოვლის შემძლეა შეეძლო სხვანაირადაც შეექმნა სამყარო. უამრავი ვარიანტი იყო სამყაროს შექმნა. ამიტომ შენ თუ გაინტერესებს ეს კონკრეტული სამყარო როგორია ჩვენი, ეს სამყარო როგორია იფიქრე და ჩაატარე ექსპერიმენტი. აი ამან მისცა ბიძგი მეცნიერების განვითარებას. ამიტომ წარმოიშვა ის ევროპაში. სხვაგან არ შეიძლება წარმოშობილიყო დაბადებულიყო მეცნიერება როგორც კულტურული ფენომენი. აი რო განვითარდა მეცნიერება და მოიტანა ტექნოლოგია და უზარმაზარი სასწავლებელი მოახდინა, ამის შემდეგ რა თქმა უნდა წავიდა ისეთ კულტურებში, იაპონიაში იქნება, ჩინეთი იქნება, მუსულმანურ სამყაროში და სხვაგან, სადაც ის ვერ გაჩნდებოდა. აი გადამისცა ცოტა დრო, დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.